2025 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 1,886,918 ავტომობილი. თითოეული მათგანის სანომრე ნიშანი განსხვავებულია. თუ გაგჩენიათ კითხვა, შესაძლებელია თუ არა ეს და თუ არის, მაშინ კიდევ რამდენი ავტომობილი შეიძლება გამოჩნდეს საქართველოში მსგავსი სანომრე ნიშნით. მსგავს ამოცანებს მათემატიკის კონკრეტული მიმართულება, კომბინატორიკა შეისწავლის, რომელიც ხშირად იმაზე მარტივად ჭრის პრობლემას, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ამ ამოცანის გადაჭრა იმაზე მარტივია, ვიდრე ზოგიერთ თქვენთაგანს შეიძლება ეგონოს. ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილის სანომრე ნიშანი 7 სიმბოლოსგან შედგება. აქედან პირველი ორი და ბოლო ორი არის ლათინური ამბანის ასო და შუაში 3 ციფრი გვაქვს. მოკლედ, პირველ ადგილას შეიძლება იყოს A, B, C, D და ასე შემდეგ, სულ 26 ვარიანტი. მეორე ადგილას ასევე 26 ვარიანტი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმის შეზღუდვა, რომ მაგალითად პირველ და მეორე ადგილზე არ შეიძლება გამეორდეს, ხო, ასოები აქ შეიძლება იყოს A და A, ან B, B და ასე შემდეგ. ამიტომ ორივეგან გვაქვს 26 ვარიანტი და ასევე ბოლო ორი ლათინური ასოც შეიძლება იყოს 26 ვარიანტი. რაც შეეხება შუა სამ ადგილს, აქ ციფრებია განლაგებული 0-დან 9-მდე, შესაბამისად სულ 10 ცალი, ამიტომ სამივე ადგილზე შეიძლება იყოს 10 განსხვავებული ვარიანტი. მივიღეთ ვარიანტების რაოდენობა, თუმცა ახლა ჩვენ უნდა მივხვდეთ აი ამ რიცხვებს რა მოუხერხოთ, როგორ დავაკავშიროთ ერთმანეთთან. მოდით ცალკე განვიხილოთ ორადგილიანი, აი მაგალითად ორნიშნა ციფრზე რო ვისაუბროთ. ხო, რამდენი ვარიანტი არსებობს სულ ასეთი. მაგალითად, პირველ ადგილზე თუ დავუშვებთ რო არის მაგალითად 1, მეორე ადგილას შეიძლება იყოს 0-იც, 1-იც, 2-იც და შემდეგ 9-მდე, ხო? ანუ სულ 10 ვარიანტი. ანუ აქ თუ არის 1 ვარიანტი, აქ 10, მთლიანობაში გამოვა 10 ვარიანტი. მაგრამ ჩვენ თუ აქ 1-ის მაგივრად დავწერთ 2-საც, ანუ თუ პირველ ადგილას იქნება 1 ან 2, მაშინ უკვე 2 ვარიანტი გვექნება, თითოეულისთვის 10 ვარიანტი და გამოვა 20 ვარიანტი. 3-ის შემთხვევაში გამოვა 30 ვარიანტი და მარტივად ხვდებით ალბათ, რომ აი ეს რიცხვები ერთმანეთზე უნდა გადავამრავლოთ. ზუსტად ასე მოხდება ჩვენ მაგალითშიც. მოკლედ, თითოეულ აი ამ რიცხვს, უბრალოდ ყველა ამ რიცხვს ერთმანეთზე გადავამრავლებთ. მე მგონი მიხვდით პრინციპს, რატომაც ვამრავლებთ და მიღებული პასუხი იქნება იმ საავტომობილო სანომრე ნიშნების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია მსგავსი ფორმით შეიქმნას. მოდი გამოვიყენოთ კალკულატორი და ნახოთ აი ეს რიცხვი რამდენად ახლოს არის ჩვენ სტატისტიკასთან 1,886,918. 26 უნდა გავამრავლოთ 26, 4-ჯერ მოდი 26 გავამრავლოთ ჯერ თავის თავზე. და ახლა 10-ზე, 10-ზე და 10-ზე. ხო, ანუ პირდაპირ შეგვიძლია 1000-ზე გავამრავლოთ და ძალიან დიდი რიცხვი მივიღეთ 456 მილიონ 966,000. 966,000. ალბათ ხედავთ რამდენად აღემატება მიღებული რიცხვი აი ამ ჩვენ სტატისტიკურ მაჩვენებელს და ალბათ ხვდებით, რომ მსგავსი ფორმატი ავტომობილის სანომრე ნიშნების ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ამოიწურება და არ დავდგებით ამ პრობლემის წინაშე.